იაპონელი მამები თუ არიან საოჯახო საქმეების ჩართული, აი მაგალითად, თქვათ, ჭურჭელს თუ რეცხავს იაპონელი მამა, სახს თუ ალაგებს, ბავშვს თუ ბანს. ეგ არის ძალიან დიდი თემა იაპონიაშიც. ზოგადად არ იციან მამებს, იმიტომ რომ ანუ ეხა მამები ხომ მუშაობენ კომპანიებში. დილიდან საღამომდე რა. და აი ადრე დავშვათ 20-30 წლით ადრე საერთოდ არ მუშაობდნენ. აი მაგალითად მამაჩემი საერთოდ მამაჩემი არ ვიცის ოჯახური საქმიანობა, მაგრამ ეხა შეიცვალა სიტუაცია, იმიტომ რომ იქ ისა შობადობა ნელ-ნელა იკლებს და მუშახელიც ხო ნაკლებობა ხო გვაქვს და დაიწყო ქალები დასაქმდნენ. და ეხლა საქმიანობდნენ. ხო და აქედან გამომდინარე ოჯახში მარტო ქალები რომ თან მუშაობს გარეთ და თან საქმიანობს ოჯახში არ გამოდის ხო. ხო და აქედან დაიწყო ნელ-ნელა მამები ოჯახურ საქმიანობას ემსახურებიან. და კარგადაც გამოსდით დარწმუნებული ვარ. მონდომების ამბავი. იმედია.